საქართველოს ინდი გარსიას მიერ შესრულებული კომპოზიციით დასრულდა საქველმოქმედო ვახშამი რუსთაველის თეატრში შერონ სტოუნს, რენი ჰარლინს, ინდი გარსიას და საპატიო სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლივუდის მსახიობებს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. თეატრში მიღებამდე იყო წითელი ხალიჩა, მარინა კანის გამოფენა, ფილმის პომპეზური ჩვენება და ბოლოს აგვისტოს 5 დღის შთაბეჭდილებები. თბილისური პრემიერიდან ლონდონურ პრემიერამდე ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. I love you, Georgia. ასე გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებელმა და ფილმის მთავარმა გმირმა საქართველოსადმი დამოკიდებულება. ენდი გარსია სცენაზე ავიდა, როიალზე დაუკრა და საქართველოს ექსპრომტად შექმნილი კომპოზიცია მიუძღვნა. ამ საქველმოქმედო ვახშამზე სტუმრებს საგანგებოდ გაფორმებულ დარბაზში ეკვადორიდან ჩამოტანილი 7000 წითელი და ნარინჯისფერი ვარდიც დახვდათ. 150 სტუმარს პომპეზური ვახშმის მენიუ 4 სახეობის კერძი და წითელი და შავი ღვინო სპეციალურად ფრანგმა მზარეულმა ალან პასარმა მოუმზადა. მოქმედო ვახშამს პრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ლედისთან ერთად დაესწრო. ქართულ ბიზნესმენებთან ერთად მიღებაზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი კობა ნაყოფიაც, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ქართულ საპრემიერო ჩვენებაზე დაპატიჟა და მათი და ცნობილი ფრანგი კულინარის საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო. პრეზიდენტმა სტუმრებს ქართულად და ინგლისურად მიმართა. მართლაც საქართველოში დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ჩამოყალიბდა სერიოზული ტრადიცია ფილანთროპიის, ქველმოქმედების ის რომ ბიზნეს შეუძლია ამის გაკეთება, რაც დღეს გაკეთდა, ეს არის ყველაზე უთხოვარი ნიშანი, რამდენად შორს წავიდა ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ. მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღეს არა მხოლოდ დღევანდელ საღამოში, არამედ ფილმის გარშემო მოვლენებში და შექმნაში წვლილი კობა ნაყოფიასი. მე ვფიქრობ, კობა ნაყოფიას იყო მთავარი ფიგურა ყველაფერთან ერთად, რაც ეხებოდა ამ ფილმს, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ძალიან დიდი გული, ძალიან დიდი მგზნებარება, ძალიან დიდი სიყვარული ადამიანების და საკუთარი ქვეყნის. ჩვენ შეიძლება მრავალგზის წაგვაქციო, მაგრამ მთავარი ეს კი არა წაიქცევით ვარ, მთავარია ყოველთვის შეძლო ფერზე წამოდგომა. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს უნიკალური ნიჭი, რაც არ უნდა ქარტეხილმა გადაუაროს, რაც არ უნდა ქარიშხალმა წააქციოს, ეგრევე წამოდგეს ფეხზე და გააგრძელოს ცხოვრება, ვითომ არაფერი არ მოხდარა. და მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი ამოცანა. მიუხედავად ყველაფრისა, შევინარჩუნეთ აი ეს ერთობა, მრავალეთნიკური, აი ეს კულტურა ასევე მრავალპლასტური, აი ეს გახსნილობა და მუდმივი ტოლვა ცივილიზებული სამყაროსკენ და შევინარჩუნეთ წარმოუდგენელი უნარი ყოველთვის გავიმართოთ წელში, ყოველთვის დავბრუნოთ, ყოველთვის ავდგეთ ფეხზე. I'll say a few words for our friends in ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც ჩამოვიდნენ. აქ ისეთი საზოგადოებაა წარმოდგენილი, რომ ალბათ ყველასთვის ახდენილი ოცნებაა. აღმოვაჩინე, რომ აქ იმყოფება ჩვენი მეგობარი კონგრესმენი დეივიდ რეიერი. ის თავს უცხოდ არ უნდა გზნობდეს ჰოლივუდის თანავარსკვლავედში. მასაც ისეთივე რეაქცია აქვს, როგორც მე. ჩემი შვილი, რომელიც ყველას აკრიტიკებს, ასაკიდან გამომდინარე, ენდი გარსია მისთვის ნამდვილი კერპია. ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ნახავდა მას ქუჩაში მოსიარულეს. ის წავიდა ფილმის სანახავად. მადლობას უხდი ენდის, რომ ჩემი შვილის ოცნება აღდინა. ასევე მადლიერი ვარ რენი ჰარლინის, რომელიც დღეს გამთენიისას ძალიან თავმდაბალი იყო, როდესაც აეროპორტში მიწას აკოცა. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი ჟესტი. ეს ყველას ყოველთვის ემახსოვრება. სწორედ ამიტომ მიაჩნია ამ ხალხს, რომ ეს იყო ახდენილი ოცნება. ეს საღამოც საამისოდ უნდა გამოვიყენოთ. გვახსოვდეს ეს წუთები. წლევანდელმა წელმა დაამტკიცა ჩემი ხალხის შემართება. ჩვენ ყავს 9 მილიონი ადამიანი, რომელთაც წაართვეს საკუთარი სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სადაც დადიოდნენ, ადგილი, რომელიც უყვარდათ, ხედები, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებდათ. ისინი გამოაძევეს და აღარ აბრუნებენ. ისინი ეუბნებიან, რომ ჩვენ ყავს დიდი არმია და არც კი გაბედოთ აქ დაბრუნებაო. ჩვენ ქვეყანას თავს დაესხა 100-ჯერ უფრო ძლიერი მეზობელი ბომბებით. ზოგადად ხალხს უჭირს ასეთი მოვლენების გადალახვა. ქვეყნები ვერ უმკლავდნენ
იღებენ ასეთ განსაცდელს, მაგრამ ეს ქვეყანა ფეხზე წამოდგა უფრო მეტი ოპტიმიზმით, მოწიფულობით და შემართებით დემოკრატიის ღია საზოგადოების ასაშენებლად. ინტეგრირებისთვის და იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიეცა ეთნიკური უმცირესობისთვის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, უფრო მეტად ახალგაზრდობისთვის, ძლიერი რწმენით, რომ მომავალი გვაქვს და ეს მომავალი ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. ამ ფილმმა შეიძლება ბევრი რამ არ შეცვალოს, ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, დევნილები ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია პატარა ერებისთვის იცოდენ, რომლებიც ჩართული არიან უთანასწორო ბრძოლაში, რომ არსებობს სოფლიო, რომელიც მის ბრძოლას სამართლიანად მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში ისტორიის სწორ მხარესაა. ამ ფილმს მოაქვს ოპტიმიზმი და რწმენა, მადლობას გიხდით, რომ ეს რწმენა დაგვიბრუნეთ. პრეზიდენტმა ვახშამზე მის კაბინეტში მიმდინარე გადაღების დეტალები იუმორითაც გაიხსენა. მას შემდეგ რაც ჩემს მდივანს ენდი გარსიამ რამდენჯერმე შეუკვეთა ყავაში და ტელეფონით, როდესაც მე დავბრუნდი ჩემს კაბინეტში, ჩემი მდივანი 3 დღე ცხვირს მიბრძვებდა. My secretary would not talk me properly for 3 days. სტუმრებს რენი ჰარლინმა და ენდი გარსიამაც მიმართეს. ფილმის რეჟისორმა და მსახიობმა გადასაღები მოედანი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ბატონო პრეზიდენტო და დამსწრე საზოგადოება, მიხარია რომ აქ ვიმყოფები. 2 წელს წინ ჩემთან ჩამოვიდნენ ადამიანები და მკითხეს თუ ვიცოდი რუსეთ საქართველოს ომის შესახებ და თუ ვისურვებდი ფილმის გადაღებას ამ თემაზე. მე ვუთხარი რომ ვიცოდი ეს ამბავი და გადავწყვიტე ამ ისტორიისათვის გადამეხედა. მაშინ ჩამოვედი საქართველოს და შევხვდი ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სწავლებლებსა და რიგით მოქალაქეებს. მიშასაც შევხვდი. მაშინ მე შემიყვარდა ეს ქვეყანა და მისი ხალხით მოვიხიბლე. მე წარმოშობით ფინეთიდან ვარ და საქართველოში ბევრი რამ ჩემთვის ახლობელია. ჩვენ ორივე რუსეთის მეზობლები ვართ. ორივე ვიბრძვით დამოუკიდებლობისათვის. მინდა ამ საღამოს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კობან აყოფიას, მირზა დავით აიასა ჩვენ არაჩვეულებრივ პრეზიდენტს, მიშას, მხარდაჭერისა და დახმარებისათვის. როცა კინოთეატრიდან ჩემ შეყვარებულთან ერიკასთან ერთად გამოვდიოდი, მე მას უთხარი, რომ დაემახსოვრებინა ეს წუთები. მნიშვნელობა არ აქვს ოსკარს ავიღებ თუ სხვა ჯილდოს. თავარია იმ ქვეყანაში ყოფნა, ვის ამბავს ეცვები. ხალხი კი ირგვლივ ოვაციებს არიშურებს. ეს ჩემი კარიერის მწვერვალია. ბევრი ფილმი გადამიღია, მაგრამ ყველა ისინი ამ წუთებისათვის მომზადებდნენ. როცა მე ამ ქვეყნისა და ამ ხალხის ამბავი უნდა მომეყოლა. ამ ფილმს სოფლიოში მილიონობით ადამიანი ნახოს. ჩვენ პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აგვისტოს გვექნება და შემდეგ ფილმს სხვა ქვეყნებშიც უჩვენებთ. ძალიან მეამაყება რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ჩვენ ყველანი შეყვარებულები ვართ ამ ქვეყანაზე და ამიტომაც ვარ. დიდი მადლობა მასპინძლებს. ეს ფილმი ძალიან ემოციურია ჩემთვის, როცა დამირეკეს და მითხრეს რომ გადასაღებად აქ უნდა ჩამოსულიყავი, მალევე ჩამოვფრინდი. მოსამზადებლად ბევრი დრო არ მქონია, მაგრამ საბედნიეროდ მაინც მოვახერხე რომ გადაღებამდე მიშას შევხვედროდი. უკვე გავიცანი მის ხასიათს. ჩემი და ჩემი ქვეყნის გამოცდილება ძალიან მეხმარებოდა გადაღებების დროს. ვფიქრობ ფილმში ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი დევს, რადგან ის უნივერსალურ ამბავს ეფუძნება. იმისთვის რომ მშვიდობა იყოს მსოფლიოში თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდილით ურთიერთპატივისცემის გზნობით უნდა გავიღვიძოთ. ქართველებისგან საოცარი სითბო ვიგრძენი. ეს უნიკალური კულტურის მქონე ქვეყანაა. ახლა კი ამ არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმა დაუკრან. დიდი მადლობა ყველას. Invent something. საქველმოქმედო ბახშამზე ჰოლივუდის ვარსკვლავები კინოთეატრ რუსთაველიდან მივიდნენ. წითელ ხალიჩაზე ენდი გარსია, რენი ჰარლინი და ბოლოს შერონ სტოუნი გამოჩნდნენ. დარბაზში შესვლამდე მიესალმნენ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ რუსთაველზე სტუმრების გამოჩენას. რენი ჰარლინი კი გაჩერდა და რამდენიმე სიტყვით მიმართა ხალხს. აგვისტოს 5 დღის ჰოლივუდური პრემიერა კინოთეატრ რუსთაველის მეორე სართულზე პირველ დარბაზში შედგა. შერონ სტოუნს, ენდი გარსიას და ჰოლივუდელ სტუმრებს მე-12 რიგში ცენტრალური ადგილები ეკავათ. ფილმის პრემიერამდე ჰოლივუდის სექს სიმბოლოს დარბაზი ფეხზე ადგომით მიესალმა. შემდეგი სცენა ქართველმა და ჰოლივუდელმა მსახიობებმა დაიკავეს, რომლებმაც ერთად აგვისტოს 5 დღის ქრონიკა შექმნეს. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ადგილი ფილმში პარლამენტის წინ გაცოცხლებული სცენაა, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი 5 ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოდიოდა. ეს არის უნივერსალური ფილმი. მე ერთხელ უკვე ვნახე ვალენსიაში ეს ფილმი. დიდი შთაბეჭდილებებით დავიტვირთე. ბედნიერი ვარ რომ ამ ფილმში ვიღებ მონაწილეობას. არის ძალიან მძიმე ფილმი, რომელიც ეტყვის მთელ მსოფლიოს თუ რა მოხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. ფანტასტიკური ფილმი იყო, რომელმაც ემოციურად გადმოსცა მოვლენები. მარტო მე არ მიტირია, ყველა ადამიანი ტიროდა. სამწუხაროდ ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს ემოციის შეკავება არ შეუძლია და ეტირება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ ემოციების გადმოცემა. მე ამ ფილმში კაპიტან რეზო ავალიანის როლს ვასრულებ. იმედი მაქვს მაყურებელი ამ ნამუშევარს ისევე შეიყვარებს, როგორც მე მიყვარს.
პრემიერის შემდეგ დარბაზიდან გამოსული სტუმრები ემოციებს ვერ მალავდნენ. ყველას ცრემლები ჰქონდა სახეზე, მათ შორის შერონ სტოუნსაც. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკელი კონგრესმენებიც. 4 კონგრესმენი საქართველოში სპეციალურად პრემიერაზე დასასწრებად ჩამოვიდა. განსაკუთრებულად გამორჩეული და შთამბეჭდავი ფილმია. მასში კარგად ჩანს ის გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო იყო. ძალიან ძიმე და ეხლა უფრო აფიქსირებ, რას გადაურჩი. ძალიან ძიმე სურათი. ცოტა დავძივდი და ლაპარაკიც მიჭირს, მაგრამ საჭიროა ეს რომ ყველამ ნახოს და მთელმა მსოფლიომ თუ რა ხდებოდა მართლა იმ 5 დღეს აგვისტოში. გამახსენდა ის დღეები 2008 წლის ის მძიმე 5 დღე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა და ნამდვილად ძალიან ემოციური იყო და ძალიან დაძაბული ვიჯექი მთელი ფილმის განმავლობაში. მართლა ვღელავდი, იმიტომ რომ პირადად ჩემი სურვილი იყო ეს ფილმი ყოფილიყო ისეთი, რასაც ხალხი 2 წლის განმავლობაში ელოდა და მე ვფიქრობ არა მარტო ქართველი ადამიანი, არამედ სხვაც აუცილებლად ემოციურად მიიღებს ამ ფილმს. იცი რა, ფილმი შეაფასე კრიტიკოსები, მე ვერ დამოვდგები ფილმის შეფასებას. ფილმი იყო ემოციური ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის იმ მოვლენებზე, რაც ჩვენ თავს გადაგვხდა, რამდენიმე დღეს ნახტები ხანია მას მე გასული, რამდენი ემოციური იყო და მე იმედი მაქვს, რომ გავსე არ განმეორდება არსად სოფლიოში. და ამერიკელებისთვის ხო ის მე ვთქვი, რომ ამერიკელებისთვის ეს უბრალოდ კინოა, ჩვეულებრივი ფილმი იმუშავეს, გადაიღეს, მსახიობობა, რეჟისორი, ჩვენთვის ეს ცხოვრებაა. ჩვენზე ბუნებრივად იმოქმედებდა ეს ფილმი, მნიშვნელოვანია რომ ეხლა უკვე მსოფლიომ ნახოს რა მოხდა რეალურად საქართველოში. თუმცა მე მგონია უკვე იციან, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ამ კადრების ნახვა. ძალიან დამძიმებულია რა მოკლედ ყველა. აი ყველა ჩუმად ვინც გამოვიდა ფილმიდან და რა ვიცი მე მგონი ფილმის შექმნელებმა ზუსტად იმ მიზანს მიაღწიეს რაც იყო ჩაფიქრებული. ძალიან დინამიური ფილმია და ძალიან ძიმე ასევე. იმიტომ რომ ეს პრობლემა ისევ პრობლემად რჩება დღეისთვის, ეს ტრაგედია არ არის დამთავრებული, ეს სტოლვილები ისევ არიან თავის სახლებს, თავის მიწა-წყალს მოწყვეტილი და პირადად ჩემთვის ცოტა მძიმე იყო, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამ ფილმს ნახავენ მილიონები და მილიონები ადამიანები, ვის დახმარებითაც ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება. რეაქციები ახლა მე ვინც ვნახე და რა რეაქციებიც გადმომცეს, ძირითადად არის ძალიან ემოციური. შობი ალბათ ისევ მათ კითხოთ, მე ძალიან ბევრი ადამიანის თვალში დავინახე ცრემლი. ვერცხლი საკმაოდ რთულია ამ სიტუაციაში შებრუნება. და ხელმეორედ ამ ყველაფერს გადატანა თუნდაც 2 საათის მანძილზე ჩვენთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფილმის წყალობით ძალიან ბევრი ადამიანი პირველად ნახავს ამ ყველაფერს და გაიგებს სიმართლეს. ცხოვრობდი კიევში. 8 აუგუსტს წამოვედით. ქმარი გდარჩა. ფილმი აგვისტოს 5 დღე ასევე ემოციური კადრებით და მტკივნეული ისტორიების გახსენებით სრულდება. ჰოლივუდის ვარსკვლავები რენი ჰარლინთან ერთად თბილისიდან უკვე ლონდონში გაფრინდნენ. 7 ივნისს აგვისტოს 5 დღის პრემიერა ლონდონშია დაგეგმილი.